შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმებით, მე ვარ ვაჟა კენჭიაშვილი, Android developer-ი, დაახლოებით 3 წლიანი გამოცდილება მაქვს. პირველ რიგში მადლობა მოგბრძანებისთვის. და დავიწყოთ ჩვენი პრეზენტაცია. დღეს ძალიან მცირე და მარტივი ინფორმაციით მოვედი თქვენთან. ჩემი პირველი პრეზენტაცია ესეთ ფორმატით და დღეს გაგაცნობთ Android app function-ებს, რომელიც არის საკმაოდ ახალი შემოსული, ასე ვთქვათ, და ცდილობენ რომ ახალი ნაბიჯი გადაიდგას ადამიანისა და მობილური აპლიკაციის შორის კომუნიკაციაში. და რას გულისხმობ ამაში? ჩვენ უკვე ძალიან მრავალი ათწეულია ვიყენებთ აპლიკაციებს, ძალიან სტანდარტულად ხო, ხსნით, ვაჭერთ ღილაკებს, ვკრებთ ტექსტს, search-ავთ, ვეძებთ რაღაცებს და ასე შემდეგ. ან ვიყენებთ სასურველ სერვისებს. ჩვენი ახალი მიდგომა კი მოიცავს შემდეგს, რომ ადამიანს პირდაპირ მარტივი კომუნიკაციით შეძლოს კონდეს საშუალება, რომ გამოიყენოს აპლიკაციის ფუნქციები. მაგალითად, უთხრას რაღაცა, კალენდარში დაუჯავსნოს დრო, თუნდაც ან reminder-ი ჩაურთოს, მაგალითად 5 საათზე მინდა რომ ამანათის გასატანად ჩამეთო reminder-ი სამსხურდა რომ შეგახსენოს. ჩვენი function-ები, ჩვენი OS-ი მოძებნეს შესაბამის ფუნქციას, შესაბამის აპლიკაციას და ამას გააქტიურებს და აყენებს ყველაფერს როგორც საჭიროა ისე. შედარებისთვის ხო დაახლოებით ეხლანდელი და მომავალი როგორც წარმოგიდგენია, ეგეთი იქნება რა, აღარ მოგვიწევს ცოტა ისეთ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მარტივი ფუნქციების შესრულად აღარ მოგვიწევთ ტელეფონის ჯიბიდან ამოღება და რაღაცის გაკეთება. უბრალოდ პირდაპირ კომუნიკაციით შეგვეძლება ძალიან მარტივად შევასრულებინათ რამე მარტივი ფუნქციონალი აპლიკაციებს. ხო, ეს უკვე ის პრეზენტაცია, რაზეც აქამდე ვისაუბრე. ვეტყვით ჩვენ პირდაპირ კომუნიკაციით გვექნება ასისტენტთან კომუნიკაცია, ვეტყვით რაღაც მარტივ პრომპტს, ის მოძებნის ჩვენს ტელეფონში არსებულ აპლიკაციებიდან რომელს აქვს ამის მხარდაჭერის უნარი, ამოარჩევს შესაბამის ფუნქციას და შეასრულებს მას. ამაზე უფრო ტექნიკურ დეტალებზე მალე გადავალ და უფრო გასაგებად ავხსნი როგორ მუშაობს. ხოლო რაც შეეხება გამოყენების მაგალითები, ახლა ძალიან მარტივია, ხო, ადამიანის კრეატიულობა რამდენადაც გაწუდება და ჩვენი აპლიკაციების ფუნქციონალები რის საშუალებას მოგცემს, ნებისმიერ რამ შეიძლება ნებისმიერ სახით შეიძლება გამოვიყენოთ ეს პროდუქტიულობა, როგორც ასევე კალენდარების გამოყენებაში შეიძლება უთხრა და პირდაპირ დაგიჯავშნოს რაღაც თარიღში შესაბამისი ივენთი ან მედია, როცა დავჯდებით მანქანაში რაღაცა პირდაპირ კომუნიკაციით ასისტენტს უთხრათ რომ ჩაგვირთ ესა და ეს სიმღერა ან რაღაც მე ხა ორფორმულიანი ტრანსპორტით რომ მოძრაობ ჩაფხუცს რომ დავიფარებ ხელთმამის გავაკეთებ, მე მახსენდება რომ სიმღერის ჩართვა მინდა და ვიწევს ამის მოძრობა ხელს და ყველაფერს და ახსნა და ჩართვა ჩემი ხელით. ან თუნდაც კომუნიკაციით ვიღაცისთვის მესიჯის გაგზავნა და არეკვა და ასე შემდეგ დემოც გვაქვს ამაზე, პატარა ვიდეო და განახებთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება ახლა უკვე გადავიდეთ ცოტა ტექნიკურ მხარეში, როგორ ხდება ამის საწყობა, ეს ფუნქციონალი როგორ უნდა ჩავაშალოთ ჩვენს აპლიკაციაში, რომ ნებისმიერმა ასისტენტმა შეძლოს ამ ფუნქციონალის გამოყენება და გაშვება. პირველ რიგში ვიყენებთ app function ანოტაციას, ესეთი ანოტაცია, რომელიც ეუბნება OS-ს რომ აქვს ესეთი ფუნქცია და საშუალებას აძლევს სხვა აპლიკაციებს რომ წვდომა კონდეს ამ ფუნქციაზე. app function კონტექსტი, რომელიც არის ობიექტი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა რამეს, აქედან შეგვიძლია ასევე ავარჩიეთ რა აპლიკაცია უკავშირდება ამ ფუნქციას და შეიძლება რაღაცა არ გვინდოდეს რომ მაგალითად ეს აპლიკაცია დაუკავშირდეს და შევზღუდოთ ცდომები, ასევე შეგვიძლია Android-ის კონტექსტს მივწვეთ და ამოვიღოთ ან shared preference-ები დავაიმპლემენტიროთ ან რამე room database-ში გამოვიყენოთ მოკლედ კონტექსტი. serializable გამოიყენება ამ ფუნქციებში რომელი data მოდელებიც გამოიყენება იმათთვის, რადგან უფრო უსაფრთხო და type safe იყოს კომუნიკაციის დროს ეს მოდელები და მოდელში გამოყენებული პარამეტრები და app search-ი, რომელიც არის ძირითადი მამოძრავებელი ამ application ფუნქციების, როცა ჩვენ ვეტყვით ხმოვანი ინტერაქციით, რომ ესა და ეს ჩამირთე, ეს app search-ი იღებს ზუსტად მონაწილეობას იმაში, რომ მოძებნოს მთელ აპლიკაციებს შესაბამისი ფუნქცია, API, მე იმაში ფუნქციები და ასე შემდეგ, ამაზეც ვისაუბრებ უფრო დეტალურად სულ მალე.
ყველაზე საინტერესო რაც არის ახლა, აქ გვაქვს მაგალითი როგორ გამოიყურება app function. ძალიან მარტივია Kotlin-ის ფუნქცია, სუფთა, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ აქ ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი რაც არის ის, რომ Kotlin-ის იმას კომენტარებს უკვე იყენებენ ეს ასისტენტებიც რა. ჩვენ დაწერილ Kotlin კომენტარს, აი აქ აღწერას პირდაპირ მნიშვნელობით ან მარტო დეველოპერი აღარ აქვს პირდაპირ მნიშვნელობით აი ეს ტექსტი გადაიქმნება კომპილაციის დროს XML-ში, ინახება შემდეგ OS-ში, database-ში და აი ზუსტად ასისტენტის სიტყვით მოკლედ რჩება ისე რომ ასისტენტმა გაიგოს ეს ფუნქცია რომ ამას ასრულებს და შენი პრომპტიდან მიცემული რაღაც დავალების იმ ფუნქციის პოვნა შეეხმარება მოკლედ ეს კომენტარი რა. ხო, ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არა, ნუ ხო. კი, კომენტარები რომ უფრო მარტივად მისაგნები იყოს ჩვენი ასისტენტისთვის. ანუ ესეც რა ლუპს გადის დაახლოებით იგივეა, როგორ უნდა შევქნათ ეს ჩვენი function-ი. პირველ რიგში იწერება ჩვეულებრივი კოდი, მერე KSP გენერატორი ზუსტად აგენერირებს ამ XML ფაილს, კომპილაციას უკეთებს XML ფაილში და ინახება ეს OS-ის დონეზე მონაცემებში. შემდეგ აი აქ არის უკვე მესამეზე ეს XML და შემდეგ app search-ი და უკვე app function manager-ი გვეხმარება რომ გაეშვას ეს ფუნქციონალი. რაც შეეხება security-ს, ახლა security რა თქმა უნდა, ნუ უმაღლეს დონეზე არის დაცული, რადგან ყველაფერი system level-ზე არის და ლოკალურად არის, არაფერი ინტერნეტთან კავშირი არაფერს არ აქვს, offline-ია ყველაფერი სრულად, რასაც ეტყვით უბრალოდ მოძებნის app search-ი ჩვენს device-ში შესაბამის ფუნქციას, რომელსაც რა თქმა უნდა აღწერაც ეხმარება, როგორც აქამდე ვთქვი, Kotlin-ის დოკუმენტები. და უბრალოდ გაუშვებს ამას არანაირი ისეთი security issue ამას არ აქვს. ერთადერთი რაც შეიძლება reverse engineering-ი დღეს ცოტა ვიფიქრე მაგაზე და reverse engineering-ი არის საშიში ამ ხრივ, რომ ოფუსიკაციას სანამ გააკეთებს, მანამდე ინახავს XML-ში ამ ფუნქციის ინფორმაცია. შესაბამისად ხო. კი, შესაბამისად არა, ფუნქციასაც უშვებს მთლიანად, ნუ ხო, ეგ ისე საინტერესოა, მაგამდე ხო. კი, ზუსტად ეგრე არის. კი. მადლობა, ნოდარ ზუსტად ესეა. ხო, სიმართლე რომ გითხრა, ეს ფუნქცია თუნდაც ეგრეც რომ შეინახოს, მაინც დაჭირდება გაშვების მომენტში. შენ ალბათ როგორ იპოვი ის მაგას გულისხმობ პოვნას? გასაგებია. ხო, არა, როგორც ჩანს, ინახავს მთლიან ფუნქციას, იმიტომ რომ მე რომ მოვსერჩე ამაზე და რაღაცები მოვიძე, იყო იქ შენიშვნები რა რეკომენდაციები, რომ არაფერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ფუნქციებში არ უნდა ჩაწერო რა, არც პაროლები, არც ტოკენები, ნუ თავი უნდა შეიკავო ამ ყველაფრისგან. რომ ეგეთ რამე სენსიტიური data ამ ფუნქციაში გამოიყენო შეინახო. ხო, ეგ არის დანარჩენი არაფერი ინტერნეტთან კავშირი არ აქვს, offline-ია ყველაფერი. უსწრაფესი, ამაზეც ვისაუბრებ.
საინტერესო შეკითხვა არის, რადგან ეს ფუნქციონალები ძალიან ახალია, ძალიან ახალია ფაქტობრივად, ხო, ჯერ ახლა დაიბადა. მაგრამ მაგაზე შეიძლება ესე წავიდეთ, რომ იქვე შიგნით იყოს დაჰენდლილი, ამ ფუნქციაშივე იყოს ეს ყველაფერი დაჰენდლილი. ეს ჩვეულებრივ Kotlin-ის ფუნქცია, ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივ შეგიძლია გააკეთო. იქ result-ებიც გაქვს, ყველაფერი გაქვს, საერთოდ რას აკეთებს AI, მიწვდა, ვერ მიწვდა, რამე დაერრო და exception-ი გაისვა, რა მოხდეს, ანუ ყველაფერზე წვდომა გაქვს და ყველაფერს აკონტროლებს საერთოდ. შესაბამისად, ეგეთი кейსებიც შეიძლება რამენაირად დაფარო, ხო, რაღაცაც ინტენტი და გაუშვან, გახსნა შენი აპლიკაცია და რაღაც pop-up-ი აჩვენა. კი. კი, კონტექსტი გაქვს, ყველაფერი შენ ხელში არის, როგორც გინდა ისე გამოიყენე. რაც შეეხება გატესტვას, ეხა გატესტვა მე მოვახერხე მხოლოდ ამ კომანდებით, რადგან ძალიან ახალი პროდუქტი არის. საერთოდ რეგიონებზეც კი შეზღუდვა, ყველა ასისტენტს არ აქვს წვდომა, ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ მინდოდა ხმით გამეშვა და ეგეთი დემო მეჩვენებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე ვერანაირად, ბევრი დრო დავხარჯე, მაგრამ განახებთ კომანდით გავუშვი ჩვეულებრივად. ეს ეხლა აქ ნაჩვენებია უბრალოდ კომანდები, ესენი არაფერს არ მოგცემს. ნუ აქ პერფორმანსია საუბარი, რომ cloud-ი და ინტერნეტთან დაკავშირებული აგენტები, რა თქმა უნდა, ეხლა ბევრად მეტ დროს მოანდოვებენ, ვიდრე შიგნით OS-ში, როცა app search-ი დარბის და ეძებს შიგნით device-ში რაღაც ფუნქციას გამოსაძახებლად. Elements? აი მაგაზია სხვათა შორის ძალიან პატარა იმას მოიხმარს, dramatically reduce platform power overhead-იც უწერია აქ თავის იმას benefit-ებში. იმიტომ რომ ხო. კი. კი. კი, ზუსტად ეგრე არის. ასისტენტი ეშვება. ასისტენტი ის არის. ხო, ნუ აქ უკვე იდეაში დიდი არაფრის ის არ უწევს. App search არის ამის მამოძრავებელი ძალა და როგორც მოვიძე App search სადაც დიდი და კომპლექსური თემა არის. ძალიან სწრაფად ეძებს search engine-ია ფაქტიურად Android-ის OS-ში, უსწრაფესად ეძებს ყველაფერს თვითონ device-ში და აი ამ შენახულ XML-ებსაც, რომელიც კომპილაციის დროს და დაინსტალირების დროს ეგრევე ეს app function-ები თუ რამე მოყვება, ყველაფერი უკვე განთავსებულია XML ფაილში და აი მაგებს შორის უკვე არჩევაში, ნუ როგორც ჩანს ძალიან ოპტიმიზირებულია ეს ყველაფერი და ფაქტიურად არც დროს არ კარგავს და არც რესურს არ მოიხმარს იმდენს, რამდენიც შეიძლება რომ წარმოგვედგინა. ხო, როგორ შეიძლება ახლა მოვამზადოთ ჩვენი აპლიკაციების ცოტა კიდევ ხმამაღალი ნათქვამი არის, ჯერჯერობით ძალიან ახალი არის და უამრავი ხარვაზე არა შეზღუდვა აქვს ჯერჯერობით პირველ რიგში რეგიონალური ალფაში არის მგონი საერთოდ კი. რეგიონალური შეზღუდვები აქვს და ასე შემდეგ და თან რეალურად არც მუშაობს ესე მე ვერ ავამუშავე ყოველ შემთხვევაში რომ პირდაპირ სიტყვიერი კომუნიკაციით შემსრულებინა რამე და მარტივი დავალება. ხო, დანარჩენი SDK 26-ის ზევიდან ასაპორტებს, ანუ 16-დან ზევით, Android 16-დან ზევით. ნუ KDoki აქვს და local prototype. კი. და ისიც უკვე საუბრობს იმაზე, რომ და ხო, შეიყვანო შენი ესე ან დაიმპორტო ეს ჩვენი library. იმაზე ამას ინახავს კომპილაციის დროს, აი ამ სლაიდზე გადავალ. აი ამას. კი, ეს ოფუსიკაციის დროსაც
სანამ ოფუსიკაცია მოხდება, მანამდე ხდება ამ ფუნქციების და თავისი ამ დოკუმენტაციების შენახვა, რომ შეიძლება წაშალოს პროგრამე ოფუსიკატორმა ჩათვალოს, რომ არ useless კოდი არის შესამცირებლად. ეხლა R8 ხო რაღაცა ეგეთებსაც აკეთებს, ეგეთებსაც რა იდეაში მაგას აკეთებს, ხო რაღაც useless კოდიც თუ ხედავს. არა, ხო, მაგას ვამბობ, რომ არ დაადებს, ანუ სანამ დაადებს, მანამდე აკეთებს მაგ იმას. კი ბატონო, ეხლა დემოს განახებ. დემოს რა, ნუ პატარა ის არის 1 წუთიანი ვიდეოა სულ. მოკლედ ავხსნი მანამდე, ეს არის ჩატის აპლიკაცია, Google-ის სემპლებში აქვს დამატებული, უბრალოდ ჩამოტვირთე, ჩემთან გავუშვი ჩემს პერსონალურ კომპიუტერზე. ჩატის API არის დამატებულია ხალხი, ეხლა თან გავუშვებ ვიდეოს და შევხედოთ. აი ჩავართავ ახლა აპლიკაციას, აი აქ არის დამატებული ხალხი, ჩატია ჩვეულებრივი, ჩატის აპლიკაცია. და კომანდსაც შეგახედებთ როგორ გავუშვი მანამდე. გავთიშე? ხო, გავთიშე, საერთოდ აღარ არის ფუნქციონალში, ბექგრაუნდიდანაც ამოშალეთ. ეს კომანდს ცალკე განახებთ რა კომანდი არის. და აი ნახე, დააბრუნა ესეთი ის აქვს რა ფორმატში, რომ რაღაცა სტატუსი დააბრუნა, message sent, ვის გაეგზავნა, message ID და ასე შემდეგ. კი. ეხლა ჩავართავთ და ვნახავთ, რომ გაგზავნილი არის message-ი აქ. აი ეს ეხლა რო წარმოიდგინე რომ პრომპტი იყო, მე რა კოდიც უთხარი, აი ზუსტად იგივენაირად იმუშავებდა, ხო? ეხლა მე ჩავკეცავ ამას, კიდე გავუშვებ რაღაც მეორე კომანდს, იგივე message sent-ი და ნახავთ, რომ ესეც გაეშვება ჩვეულებრივად იმუშავებს. ამოვკეცავ ახლა და გამოჩნდება, რომ გაეშვა. კი, ჩაკეცილზეც, გათიშულზეც, ნებისმიერ დროს უშვებს ამ კომანდს და გამართულ ტელეფონში ახლა ცოტა რთული იქნება. ხო, კომანდი? ხო, ვერ ვეტყვით, მართალია. კომანდი ასე გამოიყურება, package-ს ვუთითებთ, f functions ვუთითებთ, წინო f function-ები უნდა გამოიყენოს. შემდეგ ვუთითებთ package, ჩვენი აპლიკაციის package-ი. ეს წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ პირდაპირ კომუნიკაციით არაფერი არ იქნებოდა საჭირო. აი ამ ყველაფერს იპოვნი და ხო, application ID-ს. კი. მე ვუთითებ ფუნქციას, აი აქ მე თვითონ უწერ package-ებში მივყვები და აი ბოლოში წერია send-ი. კი, ბოლოში წერია send-ი. კი ბატონო და უკვე პარამეტრები აი აქ რაც არის ჩამოთვლილი, ისენია name-ი, endpoint-ი და message body. კი. კი ბატონო, ზუსტად ეგრეა. ერთი წამი ახლავე აქ გახსნილიც მაქვს იმაში, აგერ არის. აი ეს app function კონტექსტი ხო დამოვიძრა რომ მეთქვა ეს app function კონტექსტი უბრალოდ პირველზე გადაეწოდება პირველ პარამეტრად კი თავისია და ამას ჩვენ კი ეს ყველა ფუნქციას უნდა კონდეს ამას არ ვეხებით თუ გვინდა შეგნით გამოვიყენოთ მე ობიექტი არის საინტერესო რაღაც ინფორმაციებს შეიცავს ლოგებისთვის შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ან ლოგებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე თუ რომელიმე აპლიკაცია აკითხავს არ გვინდა რომ მოვაკითხოს ვიღებთ აპლიკაციის ID-ს რომელიც აკითხავს და რაღაც if-ში ჩასვა უბრალოდ ან დაბლოკავ და გადაახტება მაგ იმას თუ მაგალითად მოვაკითხა ხო ან დაიგნორე კი ბატონო აგ ბოლოში არის nullable პარამეტრი ნუ ეგ როგორც ჩას მაგ ეგ შეუძლია ჩვეულებრივად გაატაროს არაფერი პრობლემა არ აქვს მაგასთან და ხო კი ბატონო სულ ეგ არის იდეაში რაც მინდა და მეჩვენებინა არა ხო აი აქ არის აქ შეშენებული რეზულტი არის ეგ ეგ შეგვიძლია ვნახოთ გონი არ არის app function-ის და ეგ გონი თვითონ თავისი ის არის აი ეს ნახოთ აბა ხო აი როგორც გითხარი და აქ საინტერესო რაღაცას დავუჭერთ კიდე აი ამ app function serializables რაც აქამდე ვთქვი
კი. კი ბატონო, აი აქ ყველაფერი აი ეს აღწერა, რაც კი არის, ყველაფერი გამოიყენება საერთოდ ასისტენტის ასისტენტის მიერ. და აქ არის send ფუნქცია, ხო, რომელიც აი აღწერს რაღაცებს, რა უნდა მოხდეს ყველაფერი საერთოდ და აბრუნებს აი results საბოლოოდ. თავისივე custom result-ია რა. კი, ზუსტად ეგ არის. ზუსტად ეგ არის. სულ ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. თუ გექნებათ, მადლობა დიდი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ. ხო, მგონი რაღაც მარტივი და საინტერესო, ალბათ მომავალში უფრო საინტერესო ფუნქციონალი იქნება, როცა ვიხილავთ უკვე ხორცს შესხმულს. აჰა. ხო. ალბათ უფრო მარტივი task-ებისთვის იქნება განკუთვნილი. არ მგონია ვინმე ისე გამოიყენოს, რომ ძალიან კომპლექსური რაღაცები ჩასვა. მარტივი უნდა იყოს, რაც პრომპტი უთხრა და აი წამიერი შედეგი უნდა გქონდეს მომხმარებელს რა. ალბათ რაღაცეების არ უნდა ალოდინო. აი მაგათად რაღაც სიმღერა ჩამირთე, უცებ ეუბნები ის უშვებს და ხო, რაღაცა გააკეთე, აი ესეთი simple case-ებიც იქნება. კი, რაღაცებს აკეთებს. კი, თავისუფლად. კი ბატონო. რაც ექნება გამოდგმული იმ კონკრეტულ აპლიკაციას, რა ფუნქციებიც და რა რის საშუალებასაც მისცემს მომხმარებელს, ნებისმიერ ამის შესრულებას შეძლებს ესე სიტყვიერი კომუნიკაციით. და როგორ ანუ ვიტყვი, ანუ აპლიკაციის მხარეს როგორ წარმოვიდგენია ეგ, რამე აპლიკაცია იქნება, რომელიც შეძლებს ამის. აჰა. ხო. ხო, ანუ ამ მხარეს app function-ების მხარეს უნდა იყოს. როგორ უნდა? კი. კი, შესაძლებელი იქნება იდეაში, ანუ ყველაფერი შეგიძლია საერთოდ გააკეთო ამ app function-ში, რაც კი Kotlin-ში წარმოგიდგენია რა, უბრალოდ ინტენტები დასტარტო და აი არ ვიცი, კონტექსტზე წვომა გაქვს, აი ყველაფერი რესურსებზე ყველაფერზე წვომა გაქვს. კი, კონტექსტი გაქვს. ინტენტის ობიექტს გააკეთებ. ალბათ ყველაფერს შეასრულებენ. ამას call-ის ფუნქციაც ჰქონდა, მაგრამ ვერ ავამუშავე, მოკლედ ამ კომანდებთან არ ვარ ძალიან არ მეგობრობ. კარგად და ძალიან დამტანჯა რა. ხო, დავალოგირე ყველაფერს სწორად აკეთებდა. მიდიაში call-ის ფუნქციაც ჰქონდა app function-ებში გატანილი და შეეძლო რომ დაერეკა, მაგრამ არ ერეკავდა რატომაც. იმის მიუხედავად რომ success-ზე გადიოდა ყველაფერი რიგზე იყო. შეიძლება ემულატორის ბრალიც იყოს ეგ. სიმართლე რა ვთქვა. კი ბატონო. კი. ნამდვილად მაგისკენ მივდივართ მაგ მხარეს. კაი, სულ ეგ არის რა, შეგვიძლია დავასრულოთ. ჯერ